მოლოდინები პოზიტიური ნაკლებად არის, თუმცა გამომდინარე იმ სასამართლოს ხდომებიდან, ჩვენებებიდან და მტკიცებულებებიდან, რომელიც დაცვის მხარემ წარადგინა, რაზეც ისაუბრეს მათ დასკვნით სიტყვაში და მზია ამაღლებელმა საბოლოო სიტყვაში მაინც იტოვებენ იმის განცდას, რომ შესაძლოა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება მზია ამაღლებელს, დატყვევებულ ჟურნალისტს, მას პოლიციელზე თავდასხმის მუხრით ასამართლებენ და 3 საათზე ნაკლებ დროში უკვე გახდება ცნობილი, გაუშვებენ თუ არა მას მრავალი წლით ციხეში, გამოაცხადებენ თუ არა დამნაშავედ ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის გამო. მზია ამაღლებელის ეტაპირება რუსთავის ციხიდან უკვე დაწყებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოში, დღეს დასრულდება მის საქმეზე 7 თვიანი განხილვა. მთელი ამ დროის განმავლობაში მზიას ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, მიუხედავად იმისა, რომ ვერაფრით ამტკიცებდა ბრალდება, რატომ იყო საჭირო ასეთი მკაცრი აღკვეთი ღონისძიების გამოყენება და მთელი ამ დროის განმავლობაში დაცვის მხარე, მზიას კოლეგები, მეგობრები და აქტივისტები ამბობდნენ, რომ დატყვევებულმა ჟურნალისტმა სიმტკიცე აჩვენა როგორც ბრალდებას, ასევე მართლმსაჯულებას და ზოგადად ქართულ ოცნებას. მზია ამაღლებელს საკმაოდ ვრცელი საბოლოო სიტყვა ჰქონდა წინა სასამართლოს ხდომაზე, მოგვიანებით გავრცელდა მისი აუდიო ჩანაწერი, რომელიც გავრცელა სოციალურ ქსელში ბათუმელებმა და შეგვიძლია მცირე ამონარიდი სწორედ მზიას ბოლო სიტყვიდან ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ. ხშირად ხედავ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს თუ ელჩებს, საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებს, რომლებიც მედიის და ადამიანის უფლებებზე მუშაობენ. მათი აქ ყოფნა ნიშნავს, რომ ჩვენ მარტო არ ვართ დიქტატურისკენ მიმავალ რეჟიმთან ბრძოლაში. მადლობა ჩემს კოლეგებს, ჟურნალისტებს. მედიაში, კრიტიკულ მედიაში, ოღონდ ამას ხაზს გაუსვამ, მედიაში მომუშავე ყველა პირს, სამოქალაქო სექტორს. და თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც წინააღმდეგობის ჯგუფს წარმოადგენს. ზუსტად თქვენი სოლიდარობის შედეგია შიმშილობის დროს ფიზიკურად რომ გადავრჩი. ამიტომაც ნუ დაკარგავთ თქვენი შესაძლებლობების რწმენას. დრო ჯერ კიდევ არის ბრძოლა გამარჯვებამდე. ჩემს ოჯახს, მეგობრებს, ბათუმელების და ნეტგაზეთის გუნდს მინდა უთხრა, რომ წუხვარ. ძალიან წუხვარ, რომ ყველაზე რთულ და ამავდროულად ნიშნულოვან დროს თქვენთან არ ვარ. არ გატყდეთ, ჩემმა პატიმრობამ არ დაგასუსტოთ. მე თქვენი მჯერა. ბოლო 7 თვის განმავლობაში ყველაზე რთული პერიოდი გქონდა. მაშინ როცა მზია შიმშილობდა და ყველაზე რთული და გაუსაძლისი გახდა ეს ბოლო დღეები, როცა რაღაც ელოდები მზიას განაჩენს და არ იცი რა მოხდება. იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი იქნება კარგად და სამართალი იზეიმებს. მზია ამაღლებელის ბოლო დასკვნითი სასამართლო პროცესი დღეს ზუსტად 2 საათზე ჩატარდება. ნინო სახელაშვილს განაჩენის გამოცხადება პროტესტის ფონზე მოუწევს, როგორც ბათუმში, ასევე თბილისში მზია ამაღლებელის სოლიდარობის მხარდამჭერი აქციები უკვე დაანონსებულია.